საღამომშვიდობისა ძვირფასო მეგობრებო, ეთერშია სოლო. და დღეს მე სტუმრად გყავს ვოკალური ინსტრუმენტული ანსამბლი ბაკურ ბურდული. საღამომშვიდობისა ბაკურ, საღამომშვიდობისა გიორგი მარი, რომელიც ამ ჯგუფის წევრი არის. ძალიან დიდი მადლობა მოგზაურობისათვის. სამწუხაროდ ჩვენ გვიწევს ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც როკ-ენ-როლს ალბათ ყველაზე მეტი მხარდაჭერა ჭირდება. ალბათ ყველაზე ნაკლებ პოპულარული არის, ხო, აი ეს ჩვენ ქვეყანაში და მით უმეტეს ძალიან სასიამოვნოა, რომ არსებობენ ისეთი ადამიანები, ვინც აბსოლუტურად უანგაროთ, იმიტომ რომ თუ სხვა ქვეყნებში ეს ძალიან ისეთი მაღალ ანაზღაურებადი და ყველაზე დიდ შემოსავლეს მაინც ფაქტობრივად როკ-ენ-როლს შემოაქვს, ყავს ასე ვთქვათ, არა მარტო მიმდევრები ამ სტილს, არამედ ერთგვარი დამკვიდრებლებიც. ბაკური ამ შემთხვევაში ბურდულების დინასტიის ყველაზე ახალგაზრდა წარმომადგენელია და ძალიან სასიამოვნოა, რომ ამ ეტაპისთვის კიდევ ერთი ალბომიც გვაჩვენა სახელწოდებით თითქოს. და ამ ალბომიდან სხვათა შორის კიდევ ერთ კომპოზიციასაც შემოგთავაზებს გადაცემის ბოლოს. ლაივში, რა თქმა უნდა, ახლა მოგესალმებათ როკ მუსიკა, მით უმეტეს ალტერნატიული სირცხვეულიც იქნებოდა, რომ რაღაც ისე ფონოგრამით თუ საერთოდ გიმუშავია როდესმე. ბატონო ფონოგრამაზე? ხო. არასოდეს. არასოდეს, ხო, ესე იგი გამოცდილება არ არის. და არც იცი საერთოდ როგორ შეიძლება ეს მოხდეს. არანაირი, მაგრამ ექსპერიმენტის სახით შეიძლება აი მე ვინც დღეს ფონოგრამაზე მღერის, ისინი რომ ლაივს დაუკრავენ, შეიძლება მე დავიწყო ფონოგრამაზე რაღაც ექსპერიმენტების კეთება. ერთგვარი ალტერნატივა იქნება ფაქტიურად მათთვის. ასე რომ ჯერჯერობით ყველაფერი ზის, ხო, ჯერჯერობით ყველაფერი ზია. ჩვენ გადაცემაში გათვალისწინებული გვაქვს შენი პატარა ბიოგრაფიული ჩანახატი, ასე რომ ბევრი რუბრიკები. ეხლა იმედია, სანამ ვიხილავთ თუ ვიხარ საერთოდ მოდიხარ, გაგვაცანი ასე ვთქვათ. გიორგი არის ჩემი გიტარისტი, ესე ვთქვათ და ის ადამიანი, ვინც ჯგუფში დღეს ყველაზე ძალიან ჩემ გვერდით არის და ვისთან ერთადაც ყველაზე ისე სერიოზულად მუშაობ. ანუ კიდევ გვყავს ჩვენი ჯგუფის წევრები. მაგრამ გიორგისთან ერთად ყველაზე მეტ სტუდიაში ან სადმე ყველა ადგილას გიორგისთან ერთად. და აი კომპოზიციებზე ან ტექსტზე ხო არ მუშაობ? არა, უფრო გიორგი არის გიტარისტი. კი და გიტარისტი. ხობა არანჟირების რაღაც ელემენტები და ასე შემდეგ. კარგით, სანამ განვაგრძობ საუბარს, ახლა ჩვენ ნახავთ სოლო ბიოგრაფიას ბაკურ ბურდულის ლაივ ცხოვრებიდან. ამერე კლავ დაგიმრუდებით პირდაპირ ეთერში. ბაკურ ბურდული დაიბადა თბილისში 1975 წლის სამარტს. სწავლობდა ნიჭიერთა ათწლედში, თუმცა არასტაბილური დასწრების გამო მასწავლებლები იძულებულები გახდნენ დამშვიდობებოდნენ ნიჭიერ მოსწავლეს. 1992 წელს ჩააბარა თბილისის თეატრალურ ინსტიტუტში სამსახიობო ფაკულტეტზე. სუსტად 3 წელი დასჭირდა იმის მისახვედრად, რომ სცენაზე ლიტერატურული გმირების განსახიერება მისი მოწოდება არ იყო და საოპერატორო ფაკულტეტზე გადავიდა. 1999 წლიდან ბაკური დიმა დადიანთან და დათო მარგიანთან ერთად უკრავდა ჯგუფში ვალსი. ამ პერიოდიდან მის ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო. მან საკუთარი სიმღერა დაწერა და ფართო საზოგადოების წინაშე სიმღერა კონცერტზე ქიშო და ინტელიგენცია. დღემდე ბაკურს უამრავი სიმღერა აქვს დაწერილი, თუმცა მხოლოდ 3 მათგანზე აქვს კლიპი გადაღებული. ბაკურ ბურდულმა ჯერჯერობით ერთი ალბომი გამოუშვა სახელწოდებით თითქოს. პირდაპირ ეთერში ვართ და კიდევ ერთხელ შეგხსენებთ მათთვის, ვინც ეხლა შემოგვიერთდა და ეს სტუმრად გყავს ვოკალური ინსტრუმენტი. ვია, პირდაპირ. ვია ბაკურ ბურდული.
ბაკურ მაინც ახლა ესეთი ძალიან საინტერესო ბიოგრაფია ქონია ნიჭითა ათლეტშიც გისწავლია მართალია ვერ გაგიგეს ასე არ დამცავდა და ნუ იმ პერიოდისათვის შენი უფროსი ძმა ლადო უკვე საკმაოდ ისეთ ცნობილია თქო შემოქმედი იყო აი ამან ხო არ განაპირობა პლუს კიდევ რომ შენ ასე ვთქვათ გიტარას მოგიდე ხელი თუ ეს მაინც კი ძალიან განაპირობა როგორ არა ლადო რომ მუსიკალურ ათლეტში სწავლობდა და მე რომ ბახში დავდიოდი ჯერ კიდე მაშინ და მე კონსერვატორიაში და მე ოპერაში რომ უკრავდა და მე რომ პირველი ისეთი ალტერნატიული ადამიანი გახდა ქალაქში ეს იყო 1985 წელს და ტყავის კურტკებში და რაღაცეებში მაგის მეგობრები რომ ნახე ძალიან დავიბენი რა იმიტომ რომ მანამდე ნანახი არ მყავდა ეგეთი ხალხი ანუ ისე ცხოვრებაში შეიძლება წარმოდგენა ქონდა მაგრამ უცებ შეხება და რა მაინტერესებს მაინც მწირი არის ასე ვთქვათ თქვენი კონცერტები საერთოდ როკ მუსიკოსების მე ახლა ყველა მყავს ხედველობაში იმიტომ რომ რაღაც ისეთ მაინც ფრაგმენტალური ხასიათი აქვს ამას ყველაფერს და აი რატო პირველ რიგში დავიწყოთ იმით რომ უბრალოდ ხალხს ფული არ აქვს და თუ აი სიტყვაზე პოპ კონცერტებზე დასასრულებლად ფული აქვს ნუ იცი რა არის ეგ კიდე სხვა მომენტია რომ რაღაც მაგრამ ჩემი აზრით უბრალოდ იმ ხელოვნებას რასაც ქვია ნამდვილი ხელოვნება იმათ ძალიან ბევრი ფული ჭირდება აი როგორ ფიქრობ ახლა შენ რატომ ღერიან ეს დღევანდელი ქართველი ესტრადის მომღერლები 90% მინუსზე თუნდაც იმიტომ რომ ცოცხალი ჯგუფი რო ყავდეს თუ 99 არ აქვს მაგის მნიშვნელობა მაგრამ ცოცხალი ჯგუფი რო ყავდეს ეს არის იმხელა პრობლემა უბრალოდ მარტო სტრუნებში და აი ბარაბნის ეს რაბოჩი და ეს პლასტიკების გამოცვლა და ეს თეფშები და ეს ყველაფერი ამდენი მიკროფონი უბრალოდ იმდენი თანხაჯდება და იქ უბრალოდ ერთ მინი დისკს მიიტანენ ჩართავენ უკვე ყველაფერი გამზადებულად მიდის და ვიღაცა მღერის მაგრამ საინტერესო ის არის რომ ამ მინი დისკამდე ეს ფაქტობრივად სადღაც $1000 როგორც მინიმუმ ურტყავს აი ეს თანხა რო ასე ვთქვათ პოპ მუსიკოსმა ჩაიყიდოს სიმღერა ტექსტი გარანჟირებაში ფული გადაიხადოს პლუს სტუდიაში მე არ ვიცი ეგ იმიტომ რომ მე თვითონ ვაკეთებ ყველაფერს ამიტომ და ფული არ გეხარჯება ისე თალკე რაღაც ისე პროექტს ხო არ ამზადებ აი სიტყვაზე ამ ლექსების კრებული რო გამოიცეს შენ არა ეხლა ვაპირებ უბრალოდ რომ აი დავიწყე აი პირველი ჩემი გიორგი ლიფონოვსთან ერთად სარეჟისორო პირველი კლიპი იყო ეს ფეთქავს რასაც ქვია და უბრალოდ ვაპირებ რომ ნელ-ნელა მე თვითონ მინდა რომ გადავიღო ან ძალიან ისეთ საინტერესო რეჟისორებთან ერთად ვიმუშაო და ჩემს სიმღერებზე ერთად გადავიღოთ კლიპები ანუ ისეთი კლიპები კი არა როგორიც გადის უბრალოდ რაღაც რო იყოს მინი ფილმები ანუ რაღაც ისეთი ისტორიები რო იყოს შიგნით რაც უბრალოდ მარტო კლიპი კი არ არის და ის მომღერალი რო 90% კლიპის რო იმის ხან პროფილშია სახე და ხანისია და ხანისია საერთოდ არ არის ჩემთვის აუცილებელი რომ მე იმ კლიპში მონაწილეობდი ჩემთვის ყველაზე მთავარია რომ მე როგორ მივაწვდი მსმენელს მაყურებელს იმ რაღაც ახალ იდეას იმ ახალ სიხარულს სიყვარულს რასაც ქვია უბრალოდ ნამდვილი განცდა რა ეს ძალიან საინტერესოა. ყოველ შემთხვევაში ეს ერთ-ერთი ნამუშევარი კლიპის, ნუ შეიძლება ითქვას პირველი თემატური, ამან ძალიან გაამართლა. ჯერ ესეთი ჩემთვის უსაზღვროდ სასიამოვნო იყო ის, რომ მე დარბაზში შემოვედი კინოთეატრ რუსთაველში მოხდა პრემიერა კლიპის, დარბაზი იყო სავსე. ეს აშკარად უკვე შენი დამსახურებაა, იმიტომ რომ მოვიდა ფაქტურად ყველა ეს მე არც ახლა შენ გაკეთებ უბრალოდ მე მართლა ძალიან მესიამოვნა რომ ყოველ შემთხვევაში როკ მუსიკას ყავს ასე ვთქვათ დამფასებლები და ეს დამფასებლები ცოტა უფრო აქტიური გახდნენ ვიდრე საერთოდ იყვნენ აქამდე მე კლიპი რომ ნახეთ კლიპმაც არჩევის შტაბიჭდილება დატოვა და ეხლა გვაქვს ჩვენ პატარა ესეთი თამაში ასევე პრიზი არ აქვს უბრალოდ ეგ ძალიან თუდია რომ პრიზი არ აქვს პრიზები ნუ კარგი პრიზ სტუდიო თამაში არის მაშინ პრიზიც უნდა იყოს
ხო, ну იმედი მაქვს რომ ეხლა საკუთარ იმაზეა საუბარი და გამოიცნო. თუ არ გამოიცნო და აი მაშინ დაგეკისრება შენ აკეთებ. კარგი, რაც გინდა მთხოვ. ეხლა ჩვენ ვიხილავთ ბაკურ ბურდულის ერთ-ერთი კლიპიდან რაღაც 10 წამიან 10 წამიანი ძალიან ბევრია. ეგ ძალიან ბევრია? 10 წამი ძალიან ბევრია. მაშინ მე ვთხოვ რეჟისორს შეამოვა. 3 წამზე. აი 3 წამზე, კარგი, დავარ დათმობაზე 3 წამიანი იქნება და აბა თუ გამოიცნობს ჩვენი ბაკური. თუ არა და გიორგი დაეხმარება. აბა რომელი კლიპიდან არის ეს? კომპოზიციის სახელწოდება თითქოს და ის შედის ბაკურ ბურდულის ჯერჯერობით ერთადერთ ამავე სახელწოდების ალბომში. სულ ამავე თერთმეტი კომპოზიცია. ყველა ტექსტისა და მუსიკის ავტორი ბაკური თვითონაა. მხოლოდ 2 სიმღერაა ერთობლივი ნამუშევარი, გაზაფხული და რეკორდი. რაც შეეხება კლიპს თითქოს, ის 2002 წელს არის გადაღებული და მისი რეჟისორია გოგა დადუნაშვილი. ამ ალბომიდან ბაკურისთვის ყველაზე საყვარელი სიმღერა ძმასთან ერთად შექმნილი გაზაფხულია. თუმცა მიუხედავად ამისა, ბაკურმა ალბომს მაინც თითქოს დაარქვა, რადგანაც როგორც თვითონ ამბობს, მის ცხოვრებაში ყველაფერი თითქოს ხდება. თითქოს და გამოიცნო. მე მგონი გამოიცნო და გადავარჩინა ასე. თითქოს გამოიცანი და სხვათა შორის მე ძალიან კარგად მახსოვს აი ამ კლიპის ისტორია, როგორ მზადდებოდა. ეგ გოგამ რაღაც რეკორდულ ერთ დღეში, ესე იგი, ერთი დღე იყო გადაღება და იმ დღესვე ღამე იყო მონტაჟი, იმიტომ რომ მოსკოვში მივდიოდი. და იქ რაღაც დაკვეთა გქონდა, რომ რაღაც დაკვეთა კი არა, როგორც ჩემი მეგობრები მელოდებოდნენ, რომ რაღაც ისეთი აინტერესებს თუ აქ ჩვენ რუსულ MTV-ზეო, რაღაც საქართველოში რა ხდებაო და ძალიან გვინდაო, რომ იქნებ თუ რამე კლიპი გაქვი ჩამოიტანო და ერთ-ერთ გადაცემაში გავიდა ეს კლიპი MTV-ზე რა. პირველი ისეთი ქართული კლიპი იყო, რომელიც არა, საკმაოდ ისეთი ნორმალური, კარგი ნამუშევარია, მე თვითონ სტილისტიკაც დაცულია და გოგამ, იგივე ბარონამ ნამდვილად თავისი სათქმელი თქვა. ეხლა კი მაინტერესებს აი საერთოდ ის პირველი კომპოზიცია, რომელიც შენ შექმნე, გახსოვს რა იყო? აბა, ეხლა გიტარას ყველა არ შეხედა. ეს იყო რაღაც ძალიან ისეთ ძალიან ადრე იყო. ძალიან ადრე სიყვარულის თემაზე? ძალიან ადრე არა. არა? არ ვიცი ხა თუ გამახსენდება, იმიტომ რომ ძალიან დიდი ხანია არ დამიკვრია. ნუ გამოგივახვალეს კიდე მერე ეტაპი იყო და ეს იყო რაღაც ესე. იყავი როგორიც ხარ, იყავი როგორიც ხარ. რაღაც მოიძრე ნიღაბი თუ შენის გავს და იყავი ისეთი როგორიც ხარ იყავი როგორიც ხარ ეს იყო დაახლოებით 90 წელს თუ 91 წელს. აი 92-ში რომ გამოვედით ქიშო და მეგობრები რაღაც დიდი კონცერტი იყო ფილარმონიაში. სხვადასხვა გრანდიოზული ჭხუბით დამთავრდა ეს კონცერტი. ლადომ მოახერხა და იქ ვიმღერეთ მე და დათო მარგიანმა ეს სიმღერა დათო ბარაბანზე იჯდა სად იყო მაშინ White Stripes-ი რომ მე გიტარაზე და დათო ბარაბანზე მაშინ ეგრე უკრავდი.
ხო, როგორც ვატყობ, ძმებს საერთოდ უუსწრებთ შოუ ბიზნესში, რაღაც გარკვეულ მოვლენებს, მაგრამ ესეა. იცი რა არის, მე მაინც ვფიქრობ, რომ მე არ ვიცი ლადორას ფიქრობს ამაზე, მაგრამ მე უბრალოდ ვფიქრობ, რომ ყველანი ადამიანები ვარ და ყველას გული გვაქვს და ყველას რაღაც თუ შენ იმ სიყვარულს უშვებ, რაც მართლა ნამდვილია, იმას ნებისმიერი ადამიანი მიხვდება და გაიგებს რა. ანუ აი ის გაგებაც რომ იცი რა არის, ვიღაცა ძალიან მაღალი მატერიიდან მოდის და ის რაღაც ძალიან განსხვავებულია და შენ ჩვეულებრივ ადამიანს არ შეგიძლია ეს რომ გაიგო, რაღაც დონეზე ესეც აბსურდია, იმიტომ რომ ყველაზე ნამდვილი არის, ყველაზე უბრალო და ყველაზე რაღაც ისეთი. ჩემი აზრი ყოველ შემთხვევაში მე მანდ ვარ რა. კი. და სხვადასხვა აი ამ შემთხვევაში მინდა სულს გავხსენი შენი რადიო გადაცემა, შენ აქ 106 და 4-ზე FM-ზე აკეთებდი სიმღერების სიყვარულზე. სიმღერების სიყვარულზე. ძალიან საყვარელი გადაცემა იყო ჩემი და რა ვიცი, ძალიან იმედი მაქვს, რომ როდესმე აღვადგენ, უბრალოდ ჯერ დრო არ მაქვს რომ აღვადგენ. და აი რა მოგცა მაგ გადაცემამ? ნუ თავისთავად რაღაც გეგმაში ქონდა ის ერთია, მე ლაივში, ანუ ცოცხლად როცა რაღაცა სასურვები, გარკვეულწილად რაღაცა იცვლება. მე გეტყვი რა მომცა ისეთი ყველაზე სერიოზული რა, ყველაზე სერიოზული მომცა ის, რომ მე დამანახა ამ გადაცემამ ისეთი რაღაცეები, რასაც მე ისე ხშირად ვერ ვხედავ და ვერ ვპოულობ ჩემ ცხოვრებაში რა. ანუ რას ნიშნავს ეს? ამ გადაცემას ერქვა სიმღერების სიყვარულზე და ყველა რეკავდა და თავის სიყვარულის ისტორიებს, ანუ მნიშვნელობა არ აქვს როგორი სიყვარულის. უბრალოდ სიყვარულთან დაკავშირებულ ისტორიებს ყვებოდნენ რა და ნუ კვირაში ერთხელ იყო 1 საათი ეს გადაცემა და აი არ არსებობს აი ყოველ მისვლაზე უბრალოდ აი იმ ხელაიმეებით მივდიოდი სახში, რომ აი ეს ენერგია ამ ხალხის ესეთი ძალიან გახსნილი და ძალიან ესეთი აი მართლა ნამდვილად რო გელაპარაკება და რო ხვდები რომ არ გატყვევს. ეს იმდენად მოქმედებს შენზე რომ მე რომ მივდიოდი სახში უბრალოდ ძალიან კარგი სიმღერები მაქვს დაწერილი აი ამ ენერგიის მერე, ანუ ვიღაცა მე მომცა ის ენერგია, რომ წავედი მე და რაღაც კარგი სიმღერა დავწერე. ეს არ არის რაღაც ძალიან ბევრი. რა თქმა უნდა, ამას ძალიან ბევრია მით უმეტეს ისეთი მუსიკოსისათვის, რომელიც უფრო ქმედითი არის, რომელიც უფრო ნაბიჯს გავს. ჩემთვის მაგალითად ძალიან მისასალმებელია, როცა იმიტომ რომ მუსიკოსები რაღაც გარკვეულწილად, ნუ ბევრი ყოველ შემთხვევაში ჩემი შეხედულებით ცოტა არ იყოს განზეთ განან, ხო? ანუ რაღაც მათთან მიახლოებაც რთულია და რაღაც გარკვეული იმიჯი არის ისეთი შექმნილი და აქ ამ შემთხვევაში პირიქით იყო. ხო, პირიქით იყო. ჩემი ცხოვრება აი რადიკალურად სხვანაირია და არანაირად არ მგონია ჩემი თავი ვიღაცაზე უფრო მაღლა, ვინც ყველაზე ჩვეულებრივი ადამიანია და ძალიან სისულელეა და აბსურდია. აი შენ თქვი რომ აი ამისთვის არ მცალიაო და რითი ხარ დაკავებული პლუს დაკავებული ვარ ხა იმით რომ აი ძალიან მაგრამ მინდა რომ სპონსორი ვიპოვო რომ მეორე სიმღერა გაზაფხული გადავიღო ძალიან მალე სანამ გაზაფხული რა და ანუ ვფიქრობ ამ კლიპზე ვფიქრობ იმაზე რომ შეიძლება გიოსთან ერთად გადავიღო ისე იმიტომ რომ გიორგი ლიფანავა გამოდგა ისეთი ადამიანი ვისთან ერთადაც მე აი რა ვიცი ძალიან მაგარ ხო შენთვის. კი, მესამე კლიპი არის და ძალიან სერიოზული კომფორტი მქონდა ამ ადამიანთან მუშაობაში. ანუ ძირითადად ხო სულ ისე ხდება, რომ ორი რეჟისორი როცა არის, ანუ ორი რაღაც ერთმანეთს ხელს უშლიან, ხო და აი ჩვენ შემთხვევაში ეს ძალიან პირიქით ხდებოდა და პირიქით ერთმანეთს დავეხმარეთ და ისეთი რაღაცები ვაპოვნინეთ. რითაც აი გამოვიდა ეს კლიპი. პირველი ვისი გადაღებული? პირველი გადაიღო ირაკლი ნინიძემ წერტილამ, რომელიც ახლა გერმანიაშია და ჩემი ერთ-ერთი ყველაზე ისეთი საუკეთესო მეგობარი. გახლა. ვერა მიხა აქ არ არის სამწუხაროდ. ეხლა ჩვენ გვაქვს ასე ვთქვათ რუბრიკა შთაბეჭდილება. ანუ რამ და ვინ მოახდინა ბაკურ ბურდულზე დიდი შთაბეჭდილება, ისეთი შთაბეჭდილება გელოდება წინ, აი ჩემ ჩუბუხის გამოვიდა და ამ ხელს ხმაურით გამოიწვია. U2 90-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული როკ ჯგუფია.
ჯგუფი, რომელიც ცნობილია არა მხოლოდ თავისი მუსიკით, არამედ აქტიური საზოგადოებრივი მოღვაწეობითაც. U2 სინთეზური პოპ მუსიკისა და ჰევი მეტალის ეპოქაში როკ-ენ-როლის ერთგვარ ჯვაროსნად იქცა. კოლექტივის ღერძს წარმოადგენს ორი მუსიკოსი, გიტარისტი ეჯი და ვოკალისტი ბონო. სწორედ ისინი არიან U2-ს დამაარსებლები. 1987 წელს ალბომმა The Joshua 3 ირლანდიურ კოლექტივს საყოველთაო აღიარება მოუტანა და სამუდამოდ დაუმკვიდრა ადგილი როკ-მუსიკის ყველაზე გამოჩენილ შემსრულებლებს შორის. განსხვავებით თავიანთი თანამედროვეებისგან, U2 ადვილად დაუღალღო მუსიკალური სამყაროს ცვალებადობას და 90-იან წლებშიც იპოვა თავისი ადგილი, როდესაც თავისი მუსიკა პოსტმოდერნისტული პოპ-როკით შეცვალა. ჯგუფი 1976 წელს შეიქმნა სახელწოდებით Feedback. თავდაპირველად მუსიკოსები მხოლოდ Beatles'ისა და Rolling Stones-ის სიმღერებს უკრავდნენ. 1977 წლიდან კი ისინი Hype-ის სახელით გამოდიოდნენ. ცოტა ხანში დრამერმა Dick Evans-მა ჯგუფი დატოვა და საკუთარი კოლექტივი შექმნა. დარჩენილმა წევრებმა კი კიდევ ერთხელ შეიცვალეს სახელი და U2 დაერქვეს. პირველი პატარა წარმატება 1978 წელს მოვიდა, როდესაც U2-მ კომპანია Guinness-ის მიერ მოწყობილ კონკურსში გაიმარჯვა. იმ დროისათვის მუსიკოსები უმაღლეს სკოლას ამთავრებდნენ. პირველი ალბომი ჯგუფმა 1979 წელს გამოსცა. მისი სახელწოდება იყო U2 by 3. ის მხოლოდ ირლანდიაში გამოიცა და საკმაო პოპულარობაც მოიპოვა. ამის შემდეგ U2 ინგლისში მიემგზავრება და იქ მართავს რამდენიმე კონცერტს. 1980 წელს გამოდის პირველი ჰიტი სახელწოდებით მეორე დღე. სიმღერის წარმატებამ ჯგუფს პირველი სერიოზული კონტრაქტი მოუტანა კომპანიასთან Island Records. ამ დროისათვის გამოდის კიდევ ერთი ალბომი სახელწოდებით Beach, რომელმაც არა მხოლოდ ევროპაში, არამედ ამერიკაშიც მიაღწია ხელშესახებ წარმატებას. ამას მოჰყვა კიდევ რამდენიმე წარმატებული დისკი. მაგრამ ყველაზე მეტად აღსანიშნავი ნამუშევარია 1987 წელს გამოცემული დისკი The Joshua 3, რომელიც U2-ს შემოქმედებაში გარდამტეხ მომენტად ითვლება. ალბომს არც კრიტიკოსებმა და არც მუსიკის უბრალო მოყვარულებმა დააკლეს ქებადიდება. Joshua 3 გახდა U2-ს პირველი ალბომი, რომელიც ამერიკული ჰიტ-აღლუმის პირველ ადგილზე გავიდა. გარდა ამისა, ამ ნამუშევარმა რეკორდიც დაამყარა. გამოსვლიდან 28 საათში დიდ ბრიტანეთში 1 მილიონ ეგზემპლარად გაიყიდა და პლატინის სტატუსი მიიღო. ალბომში შესული სიმღერებიდან ყველაზე მეტად გამოირჩევა სიმღერები შენთან ერთად ან შენს გარეშე და ჯერ არ მიპოვნია ის, რასაც ვეძებ. ამის შემდეგ ჯგუფი ამერიკაში მიდის და იქ ატარებს კონცერტებს. შემდეგი ალბომი სახელწოდებით Achtung Baby 1990 წელს ჩაიწერა გერმანიის დედაქალაქ ბერლინში. დისკი მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ჰიტ-აღლუმებში გამოსვლისთანავე პირველ ადგილებს იკავებს, ისევე როგორც მასში შემავალი ორი სიმღერა, იდუმალი გზები და ერთი. 1992 წელს ჯგუფი მართავს ტრიუმფალურ მსოფლიო ტურნეს სახელწოდებით Zoo TV. რის შემდეგაც 1993 წელს უშვებს კიდევ ერთ ალბომს სახელწოდებით Europa. ჯგუფი აქტიურად თანამშრომლობს კინემატოგრაფთანაც. 1995 წელს ბონო და კომპანია წერენ საუნდტრეკს ფილმისთვის ბეტმენი მარად, ხოლო 2002 წელს სიმღერას ხელები, რომლებმაც ააშენეს ამერიკა. ეს სიმღერა გამოყენებულია მარტინ სკორსეზეს ფილმში ნიუ-იორკის ბანდები. U2-ს წარმატებული კარიერის პარალელურად მისი ლიდერი ბონო საზოგადოებრივ მოღვაწეობასაც არ ივიწყებს. ის მრავალი საქველმოქმედო აქციის მონაწილე და მოთავია, რის გამოც 2003 წელს ნობელის პრემიის ნომინანტი ხდება. U2-ს ჯერჯერობით ბოლო ალბომია All That You Can Leave Behind, რომელიც 2000 წელს გამოვიდა. ხშირად ძალიან საინტერესო საუბარი ხდება ერთ-ერთ მიღმა, ანუ თქვენ არ გესმით თუ რაზე საუბრობ, მე და ჩემი სტუმრები და ერთგვარად მსურს ისევ დაუბრუნდე ამ თემას, შთაბეჭდილებას, იმიტომ რომ ალბათ შთაბეჭდილება ყველაზე მნიშვნელოვანი არის ჩვენ ცხოვრებაში. ზუსტად ეს შთაბეჭდილება განაპირობებს შეიძლება შენქმედი თუნარიანობა, შენს გახსნილობას, შენს ასე ვთქვათ გულითადობას, იმიტომ რომ იმ ხელს სიყვარულს რაცა ღებულობ, რა თქმა უნდა, ეს ანალოგია იმის თქმელია, რომ შენს იგივე უნდა გასცე, ხო? არ შეიძლება ხა რაკი U2 ესე ძალიან მოწონს, შენს ხო იგივეს თქმა გსურს. ყოველ შემთხვევაში აქეთკენ ისწრაფი, ხო? ანუ უბრალოდ მინდა ვთქვა, რომ ხა U2-ს რო გითხრა, რომ დღეს ახლა ისე უსმენთქო მოგატყუებ, მაგრამ აი, როცა ვიყავი მე 10-12 წლის და როცა მოусმინე პირველად აი ამ ალბომს, აი მე მახსოვს, რომ ჩემში რაღაც მოხდა ძალიან სერიოზული რაღაც. რა რომ მე მივხვდი, რომ რაღაც აი ის, რასაც მე ვგრძნობ
ცხოვრებაში და მე 10 წლის ვარ, თურმე ვიღაც დიდი ბიჭებიც ამას ისე გრძნობენ, რომ მე ეს მესმის, რომ ჩვენ ერთად ავართ და ჩვენ ერთად გრძნობთ იმ რაღაცებს, ისეთი მუხტები მოდის იმის სიმღერიდან რა. და მე უბრალოდ მივხვდი, რომ აი მუსიკა არის უდიდესი რაღაც იმ გაგებით, რომ მე როცა არ შემილია სახში აუხსნა დედას, მამას, ძმას, დას, მე რას გძნობ, მე უბრალოდ ვიღაც ირლანდიელმა ბიჭებმა მითხრეს, რომ ბაკო, ნუ გეშინია, ჩვენ შენთან ერთად ვართ და ჩვენ რაღაც აი ერთი რაღაცები გვამოძრავებს რა. ენერგეტიკულად რა. ანუ მე რაღაც აი პირველი რაღაცა ეს შტაბეშტილება და ეს რაღაც ისეთი განსხვავებული, რასაც ქვია, მივიღე ამ ჯგუფისგან. და მე ამას ყოველთვის ну რა თქმა უნდა დასამალიც რა არის. მით უმეტეს რომ აი დრო გავიდა და ეხლა მაინტერესებს აი ეხლა შტაბეშტილების ქვეშ ეხლა ძირითადად რას უსმენ. ну ეხლა უკვე მოგატყუებ რომ ეგეთი შტაბეშტილებები მქონდეს უკვე როგორც მაშინ მქონდა, იმიტომ რომ ეს რაღაც პირველი აღმოჩენასავით იყო რა. ჩემ ცხოვრებაში, მაგრამ უსმენ ძალიან ბევრ მუსიკას და ძალიან სხვადასხვანაირს. ანუ უკვე მივხვდი, რომ რაღაც არ არსებობს ცუდი სტილი მუსიკაში, არსებობს ცუდი სიმღერა. და ცუდი შემსრულებელი. და ცუდი შემსრულებელი და არსებობს უბრალოდ კარგი სიმღერა რა. თორე ესე რო თქვა, რომ მე რაღაც გარკვეულ რაღაც იმას უსმენ, მოგატყუებ რა. უბრალოდ აი შემილია აღნიშნო, რომ აი Radiohead-ი მომწონს ძალიან Coldplay მომწონს, Depeche Mode მომწონს, Swan-ი მომწონს და ნუ რაღაც ბევრი ის არის ძალიან კარგი მუსიკა რა. ანუ ეგრე რომ რაღაც ისე ვთქვა რომ რაღაც Cafe Del Mars უსმენ ძალიან მომწონს. ხო. და ნუ ბევრი რაღაც მომწონს რა, რაც ირგვლივ კარგია ყველაფერი რა. ეხლა ჩვენ სტუმარს 1-2 სიტყვა, იმიტომ რომ ეს ნახევარი გადაცემა არის ჩუმად. როგორც ეკადრება საერთოდ სოლო გიტარის დავიწყოთ გიორგი, ასე ვთქვათ, იმ პირველი მომენტებიდან, როცა თქვენ ასე გადაწყვიტეთ, რომ გახდეთ მუსიკოსი. ეს იყო ეს პირველი შტაბეშტილებიდან დაიწყო ჩემთანაც, მაგრამ მე ბაკუროვსთან განსხვავებით მაინც თაობის მხრივ ახალგაზრდა ვარ. ოკეი. აბა მე უფრო დიდი. ხონდა. რა ჩემზე მოახდინა, ანუ ახლა ბავშვობიდან მაინც სუპერსტარი იყო პირველი შტაბეშტილება, Jesus Christ სუპერსტარი. რომელიც დღემდე ძალიან შენ უფრო ახალგაზრდა ხარ, მაგრამ შენ სუპერსტარ ვარ. რაღაც ეგრე გამოვიდა, მაგრამ არა, ნუ ეს იყო სუპირველი ბავშვობის შტაბეშტილება, მაგრამ და ბიძის გამსახურება იყო. კი. და შემდეგ იყო ოაზისი ჯგუფი. რატომღაც ნუ ძალიან იმოქმედებს ჩემზე. ისეც არ მქონდა თან ბიტლები მოსმენილი მანამდე, მაინც მე პატარა ვიყავი. და ძალიან იმოქმედა ამ ჯგუფთან და თან ამ სიმღერა Wonderwall-ი რო შემოვიდა ძალიან მაშინ მოდაში იყო ეს ყველა და აი მაგ სიმღერის ესე რომ ვთქვა მუღამით დავიწყე და უკვე საერთოდ და შენთვის აი ეს გიტარა ხო მე თვითონ ეს რაღაც ერთი თვეები არის თუ რაღაც მაგრამ ნუ დიდი შედეგი არ გამოვიდა რამე მაშინ მე ვიყავი 13 საუბრობ 12-13 პატარა ძალიან ჩვენს უკამათობთ ხოლმე მაგ თემას იმიტომ რომ მე ოაზისი არ ამას არ უყვარს და ჩვენ დღემდე ასეთ გახდა არა მაგრამ რა საოცარადაც არ უნდა მოგიჩვენოთ ჩვენი ერთობლივი მუშაობა სულ სხვა არის და სულ სხვა მუსიკა მოდის რა აქეთ. აი სინთეზი გამოვიდა. YouTube-ზე რაღაცები ერთად თურმე კარგად გამოვიდა. თურმე. შენ თვითონ ხარ ქმნი ასე ვთქვათ, ან ხარ აგაკრა. კი, მე თვითონაც მე საერთოდ სანამ ბაკურთან დაუკრავდი, ჩემი ჯგუფი მყავდა, ეხლაც მყავს. სტრინგი არის ესეთი ჯგუფი. სტრინგი. სუსიმებიანები არის. ხო, რა ვიცი, რაღაც უფრო არ ღერის მარტო სიმები. არა, ღერის. ამღერი. კი, ღერის ხუთნი ვართ, ჩვეულებრივი. Brit pop. ბენდი ვარ, Brit pop. ნუ ესე ინგლისური ყველაზე დღესდღეობით პოპულარული მუსიკა რა. ნუ Coldplay რაღაცა. ამ სტილში და რა ვიცი. რაღაცას ეხლაც ვაკეთებ. რამის ხარ გვაჩვენებდი? ნუ ისე პატარა ჩანახat. რა ვიცი, მე თვითონ არა, ნუ ისე უბრალოდ პატარა ჩანახat. რაღაცა ესეთი აკორდებია. ესეთი ძალიან ტიპიური ამის რაღაც ესეთი.
მუსიკალური მონაცემი დიდად ვერ ვარ დაჯილდოებული. 70-იანი წლები, ხო, ახლა ყოველ შემთხვევაში ჩვენ პერიოდში ეს არა მარტო მოდაში გამოიხატება, ანუ გარკვეულწილად მუსიკაშიც ძალიან და მე მაგ რა თქმა უნდა, ჩემი მოსაზრება თუ რატომ ხდება ეს და თქვენ როგორ ფიქრობთ მაინც რატომ? მაინც რატომ აქვს აი 70-იან წლებს აი ეს გავლენა ну რა თქმა უნდა თუ გაკეთე. ჩემი აზრით ეხა ну ეგრე არ შეიძლება ალბათ თქმა რომ რაღაც მარტო მუსიკიდან რაღაცის განვითარებით. ალბათ სოციალურმა დონემ თვითონ იმ დონეზე აიწია მსოფლიოში. რომ უკვე იმის მოთხოვნა გაჩნდა რომ რაღაც ახლისთვის მოესმინათ, ახალი რაღაც მოსულიყო. ანუ ეს მარტო იმით კი არ მოვიდა ალბათ რომ რაღაც ჯიმი მორისონი დაიბადა და ჯიმი ჰენდრიქსი ცოცხალი იყო იმ დროს. უბრალოდ თვითონ მსოფლიო განეწყო იმისთვის რომ რაღაც ახლისთვის მოესმინათ რა. ანუ ახლა ჩვენ ქალაქშიც არის ბევრი ისეთი მაგარი ადამიანი. არა აქვს ამას მნიშვნელობა ის მუსიკოსია თუ მხატვარია თუ საერთოდ რას აკეთებს, მაგრამ თვითონ ესე იგი მსმენელი თუ არ ყავს შენ და ის დამნახავი თუ მხატვარი ხარ ან რაღაც, ну არ ვიცი. რომ თვითონ საზოგადოება თუ არ არის განწყობილი იმის მიმართ, რომ აი შენ დონეზე მოვიდეს და შენ რაღაც ახალს მოусმინოს, ისე ну ძალიან ბევრი ტალანტია ესე უბრალოდ იკარგება და უბრალოდ ამბობენ, რომ ამ ადამიანმა დროს გაუსწრო. ხო ხდები არა? გასაგებია. ეხლა ჩვენ გვაქვს საშუალება რომელიმე ერთ-ერთი შენი მუსიკალური ნამუშევარი ვიხილოთ და გავხსენოთ ის დრო, მე სიმართლე გითხრა არც ვიცი რა მოაჩიე შენ და რეჟისორმა ყოველ შემთხვევაში. ну რომელიღაცა იქნება, მე გამაგზობთ ჩვენ საუბარს. შენ სიტყვებს როგორც გასროლი უხვიე ირონიულ ღიმილს როგორც მოკნეულ ხმლებს მე ვიცილებ თითქოს ეს ხდებოდეს მართლა შენ ვერ მიხვდი მე სახეზე შეგახებ მე ჩემს ხელებს გიყვები ამბავს რომელიც რასაც მე შენს თვალებში ვხედავ ვერ უყოვნე სხვას ვერ უყოვნე სხვას როცა ეს გნობა შენთანაც მოვა გაჩერდები თუმცა და შეხედავ დაინახავ რომ შემოდგომის ფოთლებს სხვა ფერებია
თითქოს და ალბომი თითქოს ბაკურ ბურდული ჩვენ განვაგრძობთ საუბარს კიდევ ბევრი თემა გვაქვს რასაც უნდა შევეხოთ აი მაგალითად შენ აღნიშნე რომ თქვენ ერთად მუშაობთ ხო ერთად ფაქტიურად შეიძლება თანხმედრა გაქვთ ხო ნუ რაღაცეები და ისე თუ გამართობთ თუ ჩხუბობთ ეს შეიძლება ხდება ხოლმე სხვადასხვა ძალიან ნაკლებად იმიტომ რომ რაღაც ისე შევეწყეთ ერთმანეთს რომ არანაირად არ ჩხუბობთ და არ გამართობთ ანუ ნუ ძალიან ისეთი უბრალო და ხო დადებითი ურთიერთობები გვაქვს რა ანუ ვეწყობით ერთმანეთს მაგრა და მაგიტომაც ვართ ესე ერთად და მაგიტომაც ესე ვთანხმობთ ისე ცოტა ხანი დიდი ხანი ერთი 2 წელზე მეტია ეს 3 წელი იქნება როგორ შეხვდით ისე სარდაფში ვიყავი კლუბის სარდაფი იყო მაშინ ხა დაიკეტა აღარ არის და ეს მუსიკალური ხო რაღაც გამოფენა იყო და მე რაღაც ახალგაზრდა მუსიკოსები უკრავდნენ შუალას და მაგ დროს ჩემი გიტარისტი წავიდა ჯგუფიდან ანუ სხვა ქალაქში წავიდა საცხოვრებლად და არ მყავდა და უცებ ვიღაც ახალგაზრდა მუსიკოსები გამოვლენო და რაღაცები დაუკრავანო და მივედი და უყურე და რომ ნახე გიორგი რაღაც მე დაველაპარაკე რაღაც და უთხარი რომ ხო არ გვეცადოთ თქო 1-2 რაღაცის ჩაწერა თქო რაღაც და იმის მერე ესე წავიდა ყველაფერი შენს მაყოფილებს არ ხო გიორგი კი სხვადასხვა გიორგი ძალიან ნიჭიერი მხატვარია და აკადემიაში ისე ითვლება ერთ-ერთ ძალიან პერსპექტიულ მხატვრად გრაფიკოსი ხარ არა ფერმწერი ფერმწერი სხვა თავიდან მონუმენტალისტი ვიყავი მაგრამ მე მაინც რაღაც ფერწერისკენ გადავედი უფრო ჩემი თავი იქითკენ ვიპოვე ექსპერიმენტებს რაც შეეხება ახლა რა თქმა უნდა არსებობს პროგრამა როცა საალბომო პროგრამას აკეთებს ალაივო ანუ ცოცხლად შესასრულებელი და ასე შემდეგ, მაგრამ დგება ხოლმე ისეთი მომენტი, როცა ყველა მუსიკოსი გარკვეულ ძიებაში არის, რა თქმა უნდა, დარწმუნებული. თქვენც რაღაცას ეძებთ და ხო არ აქვს რაიმე ისეთი ექსპერიმენტი პროცესში ან ჩაფიქრებული ან ასე შემდეგ. იცი რა არის, რაღაცეები უკვე გავაკეთეთ. აი მაგალითად ეს სიმღერა ფეთქავს, ესეც ექსპერიმენტი იყო ისეთი რა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რამე არის თუ დაკვირვებული ხართ ამ სიმღერაში არეულს. ფოლკლორული რაღაცა ისეთი მომენტი მე თვითონ მოვიგონე ეს არ არსებობს რა, მაგრამ რაღაც დაუახლოვე ქართულ ფოლკლორს. უცებ იქ რაღაც ძალიან ისეთი ამერიკული გიტარებია. მე იქ უცებ რაღაც ყველაფერი ჩერდება და რაღაც ელექტრონიკა შედის და გულის ხმა ისმის. რაღაც ანუ რაღაც სულ ვეძებ და რაღაც ყველა ადამიანი ალბათ ვინც კი ნორმალური ხელოვანია და ვისაც ქვია ხელოვანი რაღაც მე ხა ჩემ თავს ისე დიდ ხელოვანს ვერ დავარქვე ვერანაირად იმიტომ რომ აბსოლუტურად არაპროფესიონალი მუსიკოსი ვარ გამომაგდეს მუსიკალური აწლებიდან რაზე უნდა მქონდეს პრეტენზია საერთოდ მაგრამ უბრალოდ პრეტენზიაც არ მაქვს უბრალოდ ჩემს სიყვარულს და ჩემს ცხოვრებას ესე ვაკეთებ და ვისაც მოწონს რა ძალიან ისეთი ხარდაჭერი ისე მინდა გითხრა რომ ბევრი გყავს ასე რომ ანუ მე იმის თქმა მინდა რომ ბევრი პრეტენზია არ მაქვს რომ რაღაც ისეთი ვიყო რა რაღაც გამორჩეული და ვინმესთან ხوارჩ აპირებ რაღაცა დუეტის გაკეთება იცი რა არის გეტყვის ზუსტად რომ რამდენიმე პროექტი საერთოდ ჰქონდა ეს გილოცავ ახალ წელს ჩემი სიმღერა ხო რომელიც რაღაც ძალიან ბევრი მუსიკოსმა ბევრჯერ რამდენიმე წლის განმავლობაში იმღერა მე იყო კიდე რამდენიმე პროექტი აი ხა რაღაც ცოტა ხნის წინ რო გადიოდა ყველაფერი ჩვენ ხო ერთად იქაც ხო რაღაც მაგრამ იცი რა არის აი თვითონ აი მე რაც მინდა უბრალოდ რომ აი ჩემ სმენელს მოვასმენინო აი არანაირად არ გამოდის ამ ერთობლივ პროექტებში რა ანუ უკვე ძალიან ბევრი აზრია ანუ მე ისე პრეტენზიულად კი არ ვარ უბრალოდ რაღაც მაინც მინდა რომ რაღაც ის მე რაც მინდა რომ უთხრა აი ჩემთვის რომ უთხრა რა ხვდები იმიტომ რომ
როცა რამდენიმე კაცი და აქ უკვე საუბარია 10 კაცი და 20 კაცი რო ერთად რაღაც სიმღერას აკეთებენ აქციას უფრო გავს უფრო აქციას გავს ვიდრე რაღაც ისეთ ხელოვნების ნიმუშს რა და ამდენ წლის განმავლობაში შენი ძმის ასე ვთქვათ შეხვედრა არც არაფრით არ მოხდა ხო ეს რაღაც რატომ იმიტომ თუ სიტყვაზე არც მისგან წამოვიდა არა იცი ძალიან ისე ჩვეულებრივად ძმურად ცხოვრობთ უბრალოდ განსხვავებული ადამიანები ვართ ძალიან და განსხვავებული გემოვნება გვაქვს რა მე სხვა გემოვნება მაქვს ლადოს სხვა გემო ანუ ლადო რაღაც თავის ამბავშია ძალიან კარგი მე ვცდილობ რაღაც ჩემი ამბით რაღაც თქვენი სიყვარული დავამსახურებ ანუ რაღაც ისეთი მომენტია რომ პრინციპში ლადო იყო ჩემი პირველი ადამიანი ვინც რაღაცა დამანახა და რაღაც მომცა ცხოვრებაში ნუ ხა ამ ეტაპზე უკვე რაღაც მე ძალიან ჩამოვყალიბდი ჩემი განხრით ლადო მუშაობს ძალიან თავის განხრით მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ ლადო არის მარტო ძალიან მძიმე მუსიკის დამკვრელი მუსიკოსი ანუ აქ არაჩვეულებრივი საფორტეპიანო ალბომი სიმებიან კვარტეტთან ერთად რაღაც ძალიან ბევრი პროექტები მე სულ ვეჩხუბები რომ ეს პროექტები ჩაწერე და ცოტა ხანი ამ მძიმე მუსიკას თავი დაანებე იმიტომ რომ ისედაც ძალიან მძიმეა ჩვენი ცხოვრება დღეს საქართველოში და ის პირიქით ისეთი მუსიკაა რომ აი ამ დამძიმებულ ხალხს იქით გამოიყვანს ისეთი ჰარმონიული და ისეთი რაღაც არაჩვეულებრივია რა რა ვიცი მე ვთვლი რომ პრინციპში თუ ის რამეს გააკეთებს პირველ რიგში ეს უნდა გააკეთოს მაგრამ იმას ნუ რაღაც თავისი აზრი აქვს და უფრო მის აზრს იმედია გავიგებთ ერთჩენიან დღეს მასაც დავპატიჟებ და ეხლა ჩვენ გვაქვს საშუალება ასე ვთქვათ ბაკურ ბურდულის ჩვევები ვიხილოთ პირდაპირ ეთერში და მე კლავ დავიწყებთ ეს არის ჩემი ტელევიზორი, რომელსაც ყველაზე ნაკლებად ხმარობ. აი ეს ვხებავ ხოლმე ხანდახან. ძირითადად ვზივარ აი აქ. ეხლა შუქი არ არის, თორე ჩაგირთავდით რაღაცებს მოგესმენინებდით. ეს არის ყველაზე ისეთი მინიმალური სტუდია სახლისთვის, რომ უბრალოდ მუსიკოსმა იმუშაოს და რაღაცები ჩაწეროს და გააკეთოს. ამაზე მაქვს გაკეთებული, ეს არის უბრალოდ ამას ხმარობ, როგორც MIDI კლავიატურას, ანუ მთელი ხმები და რაღაცები თვითონ კომპიუტერში არის, ანუ გიგა სტუდიო არის ეგეთი პროგრამა. და რა ვიცი, ეს არის სტუდიური დინამიკები. ჩემ ყველაზე ისეთი საყვარელი Yamaha NS10. რა ვიცი, მე ყველაზე ძალიან მომწონს. ამაზე წერ უფრო ისეთ ინსტრუმენტებს იმაშვები და აი ეს არის ჩემი სიამაყე. ეს არის ესეთი მიკროფონი Neumann U87 ქვია და რა ბიტლებიდან დაწყებული ყველა ამაზე მუშაობდა რა. აი მიკროფონით არის ალბომი თითქმის ჩაწერილი. სახეზე შეგახებ მე ჩემს ხელებს. რა ვიცი, ბევრი გიტარები მქონდა, მაგრამ თან სხვათა შორის ამაზე ბევრად უფრო ძვირფასი გიტარები, მაგრამ ეს გიტარა ძალიან უცნაურია, მაგრამ ძალიან კარგი გამოდგა, იმიტომ რომ ისეთი ხმა აქვს და ისეთი აი მოგესმენთ, მოიცა. ნუ ერთ-ერთი არის ჩემი სნოუბორდი, უბრალოდ ის გუდაურში მაქვს, იმიტომ რომ აღარ ვატარო წინ და უკან პირდაპირ იქ მაგ დატოვებული და ხილამურებზეც ვიდექი და მე სნოუბორდზეც და ნუ მივხვდი რომ სნოუბორდი უფრო ჩემია. თან ძალიან კარგია ისეთი საყვარელი.
და კიდე როკ კულტურას ალბათ კიდევ ერთი პრობლემა აქვს, ეს სარეპეტიციო დარბა. სარეპეტიციო. არსად. სახში. ყველა თავისთვის სავსავკე მე იგრიბებით ვინმე. სადმე რესტორანში შევხვდებით ხოლმე, მაგრამ დავლობთ და მე ვღიღინებთ ხოლმე. არა, იმიტომ რომ მართლა ძალიან სერიოზული პრობლემაა, აი, იმიტომ რომ ელემენტარულად ლაივ მუსიკოს უნდა კონდეს ბარაბანი და რაღაც ჩარტული ისეთი სივრცეა საჭირო, სადაც სიტყვაზე გაიგო. და ისეთი განცალკევებული, რომ არავის არც მეზობლებს და არავის არ აწუხებს. სამწუხაროდ ახლა მე უკვე აღარ შემიძლია ჩემთან ამდენი რეპეტიციები, იმიტომ რომ ჩემი მეზობლები ძალიან დაიღალნენ. არ ვიცი, ვიპოვით ალბათ ცოტა ხანში რაღაცას, იმიტომ რომ ახლა მეორე კლიპს რო გადავიღებთ, მეორე კლიპის მერე ალბათ უკვე რაღაც პატარ-პატარა კონცერტებს დავიწყებთ რა. ხო, ანუ რაღაცა ანუ ახლა ვიწყებთ უკვე ნელ-ნელა მომზადებას იმისთვის, რომ სადღაც მაისისთვის უკვე რაღაც ისეთი კონცერტები გავაკეთოთ და აი დაგეგმოთ მით უმეტეს რომ ახლა მშვენიერი ამინდების გამოდის სიტყვაზე გასვლითი კონცერტები შეიძლება დაიგეგმოს საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში ალბათ ნუ ახლა გასაგებია შეიძლება სტადიონი არ გააქვსოთ მაგრამ ყოველ შემთხვევაში რაღაც გარკვეული ინტეგრირებული მდგომარეობაში იქნება თქვენს და მსმენელიც მოვა ისმის უნდა მოვიდეს და თქვენს რაღაც გარკვეული ურთიერთობა იქნება და აი თქვენ რა მდგომარეობაში ხართ? ჯგუფი, სტრინგი, ხო? აი, ჯგუფ სტრინგზე რაღაც ისეთი ასოციაცია მაქვს, თითქოს რაღაც ესეთი. აკადემიური მუსიკას ხო და ნუ ყველაზე ასე ვთქვათ, ნახუძეიგანეს როგორც თქვენ, მეტალიკას გარკვეულ ვარიანტს. ანუ ჩვენც ეგეთ მდგომარეობაში ვართ. სარეპეტიციაში ჩვენც ცუდად ვართ. დღესდღეობით რაღაც გაჩერებულები ვარ, არც უკრავთ იმდენად, უფრო ჩაწერებს წერთან. აქ-იქ. ანუ ესეთი სტუდია არ გვაქვს, სადაც რეგულარულად დავდივართ და ვმუშაობ, უფრო სადაც იქნება. ალბათ ეგრე გამოდის. იმდენად არარენტაბელურია საერთოდ ეს ცოცხალი მუსიკა, რომ აი ძალიან ბევრი ჯგუფი დაიშალა, ძალიან ბევრმა საერთოდ თავი დაანება და რაღაც სხვა პროფესიას მოკიდა ხელი, რომელიც უბრალოდ ელემენტარულად რაღაც ხელფასზე აცხოვრებს ან რაღაც. ანუ უბრალოდ ძალიან გულდასაწყვეტია, რომ საქართველოში რაღაც სულ მეგონა მე რომ რაღაც ის დრო მოვიდოდა, რომ რაღაც აი ეს კლუბები გაიხსნებოდა, რაღაც იქნებოდა ისეთი, რომ უბრალოდ მართლა რაღაც წახვიდოდი და რაღაც საინტერესოს ნახავდი. რა ვიცი, ჯერ არ მოვიდა ეს დრო და ჩემი თავი მეუნება იმ დროდან, რომ თუ არ გამოგდის დღესო, გამოგივა ხვალეო და მეუთხარი ჯერჯერობით მაინც ხვალის იმედით ცხოვრობ. ხო, ჩვენ გვაქვს იმის იმედი, რომ ყველანი აი ეს ლაივ მუსიკოსები არ დაყრით ახლა ფანხმავს და არ გაიქცევით და სახინკლებს არ გახსნით, იმიტომ რომ ფაქტურად არა, თავისთავად უნდა დაუკრას იმან, ვინც უნდა დაუკრას და მართლაც რომ სამწუხაროდ ახლა თავიდან გადაცემა ესე დავიწყო, რომ სამწუხაროდ ჩვენ ისეთ ქვეყანაში გვიწევს ცხოვრება, სადაც პოპ მუსიკოსი ძალიან კარგია რომ არსებობს პოპ მუსიკა, მაგრამ ფონოგრამაზე სადაც ელემენტარულად ის გამოდის და მხოლოდ პირს აღებს მასუხტიან საკმაოდ დიდ ჰონორარს და აქ მთელი ბენდია რომელიც თავს იკლავს რაღაცას ცდილობს ბოლოს და ბოლოს საკუთარი თავისი სახე გააჩნია ხო ყველაფერს თავისი თავი დაუნებოთ და მას საერთოდ არ არის ასე რომ ჩემი აზრით ეს ძალიან დიდი დანაშაული იქნება თუ თქვენს შეწყვიტავთ ამ შემთხვევაში საერთოდ ბალანსი საერთოდ დაერღვა რომ ამ იმისათვის რომ არ დაერგოს ბალანსი, ახლა ჩვენ ნახავთ ფანხულიგანს ესეთ პატარა რუბრიკას, რომლის შემდეგ ბაკურ ბურდული შემოგთავაზებს ერთ-ერთ თავის ბოლო ნამუშევარს, მერმუნე ძალიან სასიამოვნო ნამუშევარი, ასე რომ ბოლომდე დარჩით. ვიცი რომ დარჩებით, მაგრამ მაინც კი. კარგად მიახლოვებით. ერთი პროდუქტი ვიყავით, მაგრამ ბუნჩულა რა, ბავშვით არის, დიდი ბავშვით. ბავშვობიდან მახსოვს რამოდენიმეჯერ იყო ეგ პრობლემებიც მილიციასთან მაგის. გიждდებიან ბაკურაზე. კონტაქტში ადვილად შემოდის. სანამ პატარა იყო უფრო კაი იყო სიმართლე რო გითხრათ. ეხლა არის ძალიან კეთილი, ძალიან გახსნილი და მეოცნები. სუმღერის მზეზე, ყვავილებზე. როცა ეს გნობა
ეს საკინაალდეგო სქესთან აქვს საერთოდ მორდებული მდგომარეობა. გულღია და თბილი ბიჭი არის. ზამის სიყვარულისთვის აქ და სულ ეს სიტყვა აკერია პირზე. იმეჯი ბაკურის გვერდზე ხალი არ მინახია, რომელსაც თავად ასე აკონტაქტება ბაკური. დონ კიხოტია შეიძლება ითქვას, დულსინეას ეძღვნის და ბაკურ, ჩემი დიდი სურვილია რომ წელს მაინც გნახო ქალთან ერთად ხელგადახო. კარგად წერის და კარგი ტექსტები აქვს. ძალიან დიდი სიახლე შემოიტანა ქართულ მუსიკაში, მაგრამ იმ თვალსაზრისით რომ ბრიტ-პოპი არ არსებობდა პრინციპში ქართულ ესტრადაზე. როგორც სიტყვა და უფრო მეტი შემიძლიაო და. ბაკურა გუდაურში თუ არ ყავს ნანახი, ისე კი არის ფაქტიურად ბაკურას. პამპერსებით დარბოდა გუდაურში მთაში. მეტამორფოზა ემართება, სულ სხვა ადამიანი ხდება და თიშტო და კიდე სიტყვა სხვანობს. ხო გესმის. და ბოლოს აუღონთ მართლა. გესმის, ხო? ძალიან მაგონებს თავისი პლასტიკით დაც ან კოალას. ეხლა დაიმსგავს რაც გასუქსემის. ისე ცოტა ჭამა მიყვარს. ხომ ეხობა? ჭოჭმანებს გახთავს. ვიზუალურად რადგან ხალი აქვს ალბათ ენრიკე ეგლესიას. არ ვგევარ ენრიკე ეგლესიას, მე ვგევარ ბაკურ ბურდულს. ბაკურ აბრდული. ჩაო. ბაკურ აბრდული ბურდული. ბაკურ, შენ დაგხვიდი რომ გადაცემის ბოლოს, აი, ნუტყულა ხარ მოიტანე, ამდენი ინსტრუმენტები კი არა. რა ისე. სპონტანურად ძალიან, იმიტომ რომ მაინც უკვე პრინციპში იმას აქში ვარ, რომ უკვე ძალიან დიდი პრეტენზია მქონდეს იმ ცოცხალ შესრულებაზე და ცოცხალ ო, იმდენი ვილაპარაკეთ რომ უნდა შევასრულოთ კიდევ. რას შეასრულებ ასე ვთქვათ? დღეს შეგისრულებთ ყავასთან და ჩაისთან ერთად. ერთი სიმღერა არის შესული ამ ალბომში, სწორედ თითქოს ქვია ხორბლის მინდვრებს. ესეთი სიმღერაა. რა ვიცი, ჩემი ერთ-ერთი ისეთი საყვარელი სიმღერაა და რა ვიცი, იყიდეთ რა ეს კასეტა რა ძალიან გქოთ. იყიდეთ, აი ეს. თუ გინდათ რომ მეორე ალბომს მოусმინოთ. აი ალბომი თითქოს. ქვენზე ვარ დამოკიდებული. მეცმუნეთ ბაკურის წელი სულიც, გულიც, სიყვარულიც და აბსოლუტურად ყველაფერი არის ჩადებული. აი ჩემ მეგობრებს მინდა უთხრა, ვინც ხული გნობდნენ, რომ მე თქვენ გნახავთ. შევხვდებით სადღაც. სიმღერა სახელწოდებით ხორბლის მინდვრებს და მინდა ეს სიმღერა მიუძღვნა ყველა ჩემ მეგობარს და ყველა იმ ადამიანს, ვისაც უბრალოდ ჩემი მუსიკა მოწონს. ძალიან დიდი მადლობა. ზღვის ჩასვლა მოჩანს ზღვაზე დღეს მე ვესტუმრები ერთ კაფეს იქ დავინახავ შენს თვალებს და დავივიწყებ რაღაც გამახსენებს რაღაც ძველს ჩემი ბავშვობის ოცნებებს და მასთან ერთად
ყველაფერებზე ასევე შესვალე ჩემს ლექსებს მოჩუქნი დღეს და რამდენ ხანს მინდოდა შენთვის მეთქვა შესვალე ჩემს გრძნობებს მე ვაცლევ რაც მაქვს ყველაფერს დაველდები იგივე სახეზე უგზნობ შენს ხელის გულს და მასთან ერთად სიხარულს ხელის გულებს მათი მედებს რომ ძალიან მალე გათბობენ ერთმანეთს ჩვენს რემლებს როგორც წვიმებს დაშრობს მზე და ამოიყვანს მათ ნაცვლად ხორბლის მინდვრე ღვიძლ ხორბლის მინდვრე ღვიძლ ხორბლის მინდვრე ბრავო ბაკური, ბრავო. მადლობთ. ძალიან დიდი მადლობა. ამით გემშვიდობებით საუკეთესო სურვილებით შევხვდებით კვირას და რა თქმა უნდა ეს ბაკურ ბურდულის ალბომია იყიდეთ. იყიდეთ კვირას. Adios amigos. კარგად.